Tomates și Mariș. Uf, რა მაგარი სუნი. დღეს ჩემი სტუმრები არიან გიგი და მარინა. ჩემი აზრი შეიძლება მგონდეს? ბატონო. ხორცი, ბოსნეული, თევზეული, რომელიც ხორცი, შემწვარი. ჩვენ გქონდა თავარი კერძი და უმთავრესი კერძი. აფსებს? გემოს? შეიძლება ეგრე თქვა? დღეს ჩვენ ვიმყოფებით წისქვილი ტერასაზე. შემდეგში ახალი კერძებით დავბრუნდებით. მე მგონი ძალიან ნიჩერი ხარ. მოგესალმებით წისქვილი ტერასიდან. გამომყევით. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი და ახლა უკვე წისქვილი ჯგუფის YouTube პროექტის შენს გემოზე წამყვანი და მასპინძელი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით წისქვილი ტერასაზე, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი ყველა სეზონისთვის და რაც თავარია, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩემი საავტორო კერძები. ეს ის ადგილია, სადაც გასტრონომიას მეტი თავისუფლება აქვს. დღეს ჩემი სტუმრები არიან გიგი და მარინა და ჩვენ ვართ გურმანები. ჩემთვის გურმანობა არის ჩამის ჩამის მოყვარულობა, ეს ცალკე ინსტიტუტი არის და ეს შენი აზრი, ჩემი აზრი შეიძლება მგონდეს? ბატონო. 10-10-დან მე გურმანი ვარ. ვიცი რომ უყვართ გემრიელად ჭამა ჩამაზე ვგიჟდები, საჭმლის ქეთებაზე არ ვგიჟდები. და მე შევეცდები დღეს მიირთვან თავის გემოზე. ალექსი ვიცი რომ ძალიან ხშირად რაღაცებს ანაცვლებს, სულ სხვანაირად განახებს ხოლმე კერძებს ქართულს და ევროპულს და მე ამის მოლოდინი მაქვს. გამარჯობა ალექსი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წისქვილი ტერასაზე. იმისთვის რომ მიირთვათ თქვენ გემოზე, რამოდენიმე კითხვას დაგისმოთ. დიდი სიამოვნებაა. თქვენთვის თქვენ გემოზე მირთმევა რას ნიშნავს? ალბათ ერთად რო ვჭამთ. აი შენთან რომ მოვდივართ, ჩვენ გემოზე ვჩამთ. აი, სწორი პასუხი იყო ეს. ქართული სამზარეულო უფრო მოგწონთ თუ უცხოური? ორივე. რომელი კუთხის სამზარეულო უფრო მოგწონთ? შემცვარი. შემწვარი კუთხეო, კუთხე. იმერეთი, კახეთი. ნებისმიერი შემცვარი რო იყოს. ანუ შემწვარი კუთხე ნებისმიერი. რაჭული ძალიან მეყვარს. რაჭული გასტრონომიდან რომელ კერძს გამოვარჩევთ ხოში? ლობიანი, ლორით. კიდე შკმერული. აჰა. ლორი ცალკე. ლობიო ცალკე. ხორცი, ბოსნეული, თევზეული, რომელიც ხორცი შემწვარი. სიტყვა ყველაზე გემრიელზე რა კერძი გახსენება ჯერ შენ? ხინკალი. შენ? მწვადი. იმიტომ რომ შემწვარი არის. მწვადი. ხრაშუნა რო იყოს. სიამოვნებას ვიღებ, როცა ხრაშუნა არის. ერთმანეთის გასტრონომიულ გემოვნებას თუ იცნობთ? მგონია რომ კი. აბა შენ მითხარი გიგის ხუთი საყვარელი კერძი. ხინკალი, ღუდისქველი, უკრაინული ბორში, სიდედრის. კი ბატონო, სიდედრის ბორში კაი. ძალიან უყვარს სუში. აჰა. მარინას საყვარელი კერძები. მწვადი, ასევე უყვარს შკმერული. ასევე უყვარს სუში, იტალიურიდან უყვარს ვიტყოდი პასტას. რატომ არა? რაც ყველაფერი შემწვარია უყვარს. ვაიმე, ისე მშია რომ უკვე არც ვფიქრობ. უკვე მოფიქრებულიც მაქვს რა კერძები იქნება. პირველ რიგში ჩვენ მივირთმევთ ლობიანს. ლორის გარეშე. ლორის გარეშე აუცილებლად. კი ბატონო. ღია ლობიანი ხრაშუნა წომით, ჯონჯოლით, კახური ზეთით და ეს მთელი ნაზავი. ჩვენ მივირთმევთ შემწვარ დორადოს. თეთრი ღვინის соусით და კაპერსის სალსით. ჩვენ მივირთმევთ ქათმის ქაბაბს, სვენიერი, რომელსაც მექსიკურ ჩიპოტლეს соус მივატანთ. ზემოდან იქნება შემწვარი ბულგარული სალატი. ასევე გვექნება გამომცხვარი ხმოზბეჭი, რომელსაც შევწვავთ გრილზე. შემდეგ მივაყოლებთ მუჰრამარის соус და შემწვარ სოკოს და ჯონჯოლის სალატს მივატანთ. ასევე კულმინაციური კერძი ბატკნის ხვეულა, ჰარისას აჯიკით, რომელიც არის ახლო აღმოსავლური აჯიკა და ბოლოს იქნება სურპრიზი. არა. სურპრიზი კერძი, რომელიც უნდა მიახლოებით მაინც გამოიცნოთ რა ინგრედიენტებისგან იქნება შემდგარი და რომელიც უფრო ახლოს იქნებით მის სახელს დავარკვევ ერთი თვის მანძილზე. წამო.
თლობიანი. ოპა. დორადო. ბატონის ხეულა, ხათმის კაბობი, ჯონჯოლის სალატი, ჩიპოტლე სოუსით, ბოს ბეჭი, შემწვარი სოკოთი და ჰარისა საჯიკით. გემრიელად მირთვით. მადლობა ალექს. რითი დავიწყოთ? მე დავიწყებდი ლობიანით. ხერხდება. ჯონჯოლი. აი, ასე ვამბობდი. არის ძალიან ტრადიციული და ამავდროულად არის ის სიახლე, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. ფანტასტიკურია. ალექს, ხოჩახ. თან რა ხრაში ვნახე? ძალიან კარგია. ძალიან გემრიელია. ლუდს დავლებ თქვენის ნებართვით. ძალიან გემრიელია. ჩა. ფანტასტიკურია. მარინა დაგუნდა. უკომენტარო. ძალიან გემრიელია. თან ძალიან უხდება ჯონჯოლი ლობიოს. ძალიან. ძალიან გემრიელი იყო. 10-10-დან. მოდი გავაგრძელოთ. მოდი გადამიხოს. კი ბატონო, მოდი. ეს არის ქათმის კაბაბი. აბა. მადლობა. გიგიშა. მარიშა. აბა გემრიელად. უფ, რა მაგარი სუნი. მაგარი სუნია. შეფ, ბრავო! სასწაულია. ძირითადად ქათამი შეიძლება გამოდის ხოლმე მშრალი, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ძალიან წვნიანი, ძალიან კარგად შეხამებული სოუსთან და ასევე ჯონჯოლის სალატი, რომელიც ფანტასტიკურად უხდება და ჯონჯოლს არ მიყავს თავის გემოზე, არამედ მის გემოვნურ თვისებებს უბრალოდ აფერადებს. აუ, რა მაგარია, ძალიან მაგარია. ფანტასტიკურია. მემზად ვარ. ესე მოდი შეჭამე, მარიშ. შენ ბევრს ლაპარაკობ და მე სხვანაირად ვიღებ ინფორმაციას რა, ვიდრე შენ. გაუ ფანტასტიკურია. ძალიან გემრიელია. ეს რა იყო? მათმის ხლეულა, აჯიკით. ახლო აღმოსავლური აჯიკით, ეგ დავიმახსოვრებ. ეს მახსოვს. იგი. ნახე? დიდი მადლობა. ნახე? ახლო აღმოსავლური აჯიკი არ დამიჩაგ. ნახე? ეს ძალიან გემრიელია, ეგეც. ვაიმე როგორი ისიც აჯიკაც. გემოაკ ფანტასტიკურად არის შეხამებული ბატკნის ხორცთან. ვისაც გაინტერესებთ ახალი გემოები და რაღაცნაირი კულინარიული მოგზაურობა, აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს კერძი გასინჯოთ. ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ცხარე არ იყო თბილი და ძალიან უხდება ხორცს. ძალიან მომეწონა. სხვა შორის, მარი, შენ თუ იცი, მაგარი წამოწყება არის ქართული. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში გაცდა ასეთი პროდუქტი, როგორც არის ჯიმშერი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი. აუ, რა მაგარია. მენიერია. აუ, ძალიან გემრიელია. ძალიან კარგია. გადავედით თევზზე. დორადოზე გადავიდეთ? დორადოზე გადავიდეთ. კი ბატონო, გადავიდეთ დორადოზე. თეთრი ღვინის სოუსი. მოდი მე შუანაცილი. შუანაცილი გადაიღე შენ. ჩემო სიცოცხლე მართალი ხარ. ყველაზე კაი ნაცილი ჩემი უნდა იყოს, ხო? რა თქმა უნდა. ჩემო ორებაში ეგრეა. მოდი შენის მოიცა? სოუსი. მადლობა. შენთვისაც სოუსი. ველოდებით ახლა ხმელთაშუა ზღვის გემოებს. აბა. კაია. კაია. თეთრი ღვინის სოუსი. ძალიან გემრიელია და ძალიან უხდება. გემრიელია ძალიან. ფანტასტიკა, ძალიან გემრიელი. ძალიან. უხდება ძალიან ხაფერსები. ძალიან. უგემრიელია. ძალიან გემრიელია, ძალიან ნაზია ძალიან. და ეს თამაშობს ძალიან ერთად ეს სოუსი და კაფერსები და თევზი ძალიან გამოკვეთილი გემო აქვს. საინტერესო გემო ასეთ მომზადებულ დორადოს, რაღაცა თავის ხასიათი აქვს. ხო, ჩახი მე პირადად ძალიან მომეწონა.
კი, მეც. ხო არის რაღაც აპერიტივი, მთავარი კერძი, დესერტი და ჩვენ გქონდა მთავარი კერძი და უმთავრესი კერძი და ეს არის უმთავრესი კერძი, ხმოს ბეჭი არის შემცვარ სოკოსთან და ძალიან მიყვარს სოკოთან. აბა. აბა. ძალიან დაბალანსებულია და აქ არის აქცენტი გაკეთებული ხორცის გემოზე. ძალიან გემრიელია. მე ძალიან მომწონს ხორცი დავისწავად, ჩემი ფავორიტი არის ხორცი, ხორცისტი ვარ, მაგრამ ძალიან მომეწონა შემცვარი სოკო, რაღაცნაირად ავსებს. გემოს? შეიძლება ეგ რა თქვა? კი, რატომაც არა. ძალიან გემრიელია. კარგი მარჯვენა. ალექს და ჩვენი სიურპრიზი არის რაღაც ხრაშუნა ზემოდან. შუნა. აბა, თუ არ ვწდები, ეს არის გოჭი. რა თქმა უნდა. შინდის ტყემლით, იმიტომ რომ მე მეტრანახევარში ვცნობ შინდის. ზემოდან არის კარამელიზებული ხახვი. პირველი სიტყვა არასწორი იყო, მეორე კი. ხრაშუნა, უბრალოდ ხრაშუნა რა. და დაბლარი შესუნელებული ლობიო, ომიდრით, გახეხილი ვაშლით, ასე რომ დააგემოვნეთ. ოპა. მადლობა, ალექს. გამიზიარეთ თქვენი აზრი. აუცილებლად. ოჩაღმარში კიდე იზავ? რა კაია. როგორი ხრაშუნა. აბა. всё? ფანტასტიკულია, ალექს. ეს რაღაც ფანტასტიკის სფეროა. აბა. ხრაშუნა არის. სპარდომილება. შემცვარი არის, ხრაშუნა არის. მე მგონი ჯეკპოტია. ფანტასტიკაა ხალხი. ძალიან კარგია. ესეთი ახლებურად დანახვა გოჭის. ლობიოც. ძალიან გემრიელია. ძალიან. მე მგონი ძალიან ნიჭიერი ხარ. სახლი უნდა დავარქვათ გოჭის? კი. გოჭის შეძლომზე დედას ფიცავარ. ანუ გგონია რომ შეუთავსებელი რამაა, მაგრამ ისე არის ეს ყველაფერი გაკეთებული, ისე მაღალ სტატურად, რომ მართლა გოჭი არის შეძლომზე. ჩემი სხვა მოსაზრება. I want to name this dish Yes. like this. ხრამუნა. ძალიან ბედნიერი ვარ. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცოლი როგორც იქნა ბედნიერი ბედნიერი. მადლობა ჩემი ცოლის ბედნიერებისთვის. უღებეს მადლობა. მიირთვით თქვენ გემოზე. ძალიან გემრიელი იყო, მადლობა. მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. ეს იყო მართლა მოგზაურობა და მადლობა რომ გამოგზაურე მთელ მსოფლიოს გარშემო საქართველოსდან დანახული მსოფლიოს გემოების მოგზაურობა იყო ეს. ყველანაირად შევეცადე და ძალიან მესეონა რომ მოგეწონათ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გემრიელი. კიდევ მოგზავნით. აუცილებლად. ახალი კერძები დავბრუნდეთ. არავინ როგორ მეკმატიჟებოდა და ჩვენ მაინც ახალ შედეგში ახალი კერძები დავბრუნდეთ. არა, იცოდა. წესმელი ბუკი და დღევანდელმა სუფრამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოლოდინი მქონდა ხიარული და ისეთი ენერგიული და ეგრეც აღმოჩნდა. რაც თავარია ისიამოვნეთ, მიირთვეთ თავის გემოზე. მე კი არ გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ სტუმართან ერთად.